მოგესალმებით ბატონო შალვა. მოგესალმებით ტელემაყურებელს. უპირველეს ყოვლისა, მიუბრუნდები წინა ისტორიას ლიდერების ერთი ნაწილის წასვლის შემდეგ, ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, რამდენად სიცოცხლის უნარიანი იყო თავისუფალი დემოკრატები და რამდენად გააგრძელებდა ის სამომავლო მოღვაწეობას. რამდენადაც თქვენ ახალი თავმჯდომარე ხართ, ალბათ ბუნებრივია თქვენი პასუხი ამ კითხვაზე დადებითი იქნება, მას რის ხარჯზე და სად ხედავთ თქვათ პარტიის სიცოცხლის უნარიანობას და თქვენ სამომავლო აქტივობას. მადლობა. მართალია პარტია დატოვეს გარკვეულმა რაოდენობამ ლიდერების, მაგრამ პარტიაში ასევე დარჩა საკმაოდ სოლიდური სახეები პარტიის. ასევე ყავს ისეთ წევრები, რომლებიც ჯერ არ არიან საზოგადოებისთვის იმდენად ცნობილი, მაგრამ მეტად აქტიური და პერსპექტიული წევრები არიან ჩვენი პარტიის, ისე რომ სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ პრობლემას ვერ ხედავთ. ჩავატარეთ ყრილობა, ეს არ იყო დიდი ყრილობა, მაგრამ იყო სწორედ იმ მოცულობის და იმ სახის, რაც საჭირო იყო დღეს ჩვენი პარტიისათვის. ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა გარკვეული ორგანიზაციული საკითხები, ეს იყო ახალი თავმჯდომარის არჩევა, გამგეობის არჩევა, გარკვეული ცვლილებები წესდებაში, დღევანდელი ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე გავატარეთ ეს ცვლილებები წესდებაში და არავითარი პრობლემა პარტიის ფუნქციონირებას ამ მხრივ არ აქვს. რესურსი, სიმართლე გითხრათ, აი დარჩენილი წევრებისა რეგიონებში, ადგილობრივ ორგანიზაციებში ალბათ დაახლოებით 70%, 80% მაინც პარტიის შენარჩუნებულია და რა თქმა უნდა ჩვენი კარები ღია და ჩვენ შევეცდებით რომ ახალი სახეები და ისეთი ადამიანები მოვიზიდოთ პარტიაში, რომლებთანაც გვაქვს თანხმედრა ღირებულებითი. გასაგებია. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ანუ თუ გაქვთ უკვე ასეთი კონკრეტული გეგმა ჩამოყალიბებული, ვისთან შეიძლება ითანამშრომლობთ, რა ფორმით ან რა ამოცანები შეიძლება დაუსახოთ თქვენს პარტიას? მადლობა კარგი შეკითხვისთვის. ვიტყვი რომ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია რაღაც ერთადერთ და ასე ვთქვათ უმთავრეს ოპოზიციურ ძალაზე, ასეთი პრეტენზიები უკვე ასეთ ერთადერთობაზე იმდენი გამოითქვა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, რომ ალბათ ადგილი არ დარჩა ასეთი პრეტენზიისთვის. ეს ცოტა ხუმრობით, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა და ვართ ასეთი, რა თქმა უნდა დასავლური ორიენტაციის და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ოპოზიციურ ძალასთან, რომელთანაც გვექნება ღირებულებითი თანხმედრა. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, თქვათ, რომელი პოლიტიკური ძალები გეგულებათ ახლა, თქვათ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ვისთანაც შეიძლება ასეთი ტიპის თანამშრომლობა შედგეს? ეს არის დასავლური ორიენტაციის და დასავლეთზე ორიენტირებული უმთავრესად ლიბერალური ღირებულებების პოლიტიკური ძალები. ჩვენ ესეთი თემატური თანამშრომლობა მაგალითად გვქონდა მანამდეც. არაფერი არ იცვლება ჩვენი პარტიისათვის ესე ამ თვალსაზრისით. მე მახსოვს ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა რესპუბლიკურ პარტიასთან. ჩვენ თემატურად თანამშრომლობდით და გარკვეულ საკითხებზე ერთობლივი ერთნაირი პოზიცია გვქონდა საპარლამენტო სხვა პარტიებთან, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგალითად საყდრისის საკითხი, როდესაც იქნა ჩვენს მიერ დაყენებული, გაიზიარა ნაციონალურ მოძრაობამ და ჩვენ ერთობლივად უჭერდით ხარს ამ პოზიციას. მოსვენების კანონთან დაკავშირებით გვაქვს ერთნაირი ხედვა, რომ არ შეიძლება იმ კანონის მიღება და იმ კანონის დატოვება, რომელიც რომლის მიღებასაც აპირებს დღეს ხელისუფლება. საპრეზიდენტო ინსტიტუტთან დაკავშირებით გვაქვს ერთნაირი პოზიცია და ასე შემდეგ, რომ პრეზიდენტის არჩევა უნდა დარჩეს საყოველთაო წესით და ეს ინსტიტუტიც სრული კონტროლის ქვეშ არ უნდა მოექცეს მმართველი პოლიტიკური ძალის და ასე შემდეგ. ისე რომ ამას აჩვენებს საქმე, იცით, კონკრეტული საჭიროება, კონკრეტული რეალობა და იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა ზომის, რა ხარისხის კოორდინაცია, რა ხარისხის თანამშრომლობა იქნება საჭირო კონკრეტულად იმ საქმის გასაკეთებლად,
რაც ჩვენ მიზნებს შეესაბამება. უახლოესი საარჩევნო ციკლი უკვე მოახლოებულია, თვითმმართველობის არჩევნები მაქვს ხედველობაში. თუ ხართ ჩამოყალიბებული, აქ მიიღებთ მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, თუ განიხილოთ ვინმესთან ერთად კოალიციაში გაერთიანებას? აქაც საკითხი ღიად გვაქვს, ნამდვილად არ ვართ ჯერ ჩამოყალიბებული, არ გამოვრიცხავთ ჯერჯერობით კონკრეტულად რაიმე კოალიციური გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ ამ ორი შემთხვევიდან არც ერთს. დიდი მადლობა, შალვა შარგულიძე გვერდით იყო და პირდაპირ ეთერში.